სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვავს ახალგაზრდა, რომელსაც პავლე ქვია, შავკანიანია და ის სვავს კითხვას იმ ტერორისტულ აქტზე, რომელიც ვირჯინიის შტატში კუკლუქსკლანმა განახორციელა ამ პერიოდში. 2017 წლის თვე არ ვიცი რომელი იყო, მაგრამ ეს სურათი დავდები ახალგაზრდა 20 წლის პიროვნებამ, რომელიც კუკლუქსკლანის წევრი იყო, მანქანით დიდი სიჩქარით შევარდა და მოკლა მგონი ერთი ადამიანი დაიხოცა და ბევრი დაშავდა. ესეთი ძალიან ძლიერი სპორტული მანქანა იყო. და ამაზე აინტერესებს ჯონ მაკარტურის რეაქცია და ჯონ მაკარტური ყვება თავის ისტორიასაც, რა განიცადა მაგან უფრო კლასიკური შავკანიანების დევნის პერიოდში, როდესაც ის მისისიპიში ეხმარებოდა თავის მეგობრებს. და ეს ხშირი არის, იცით, ამერიკა არის ძალიან სეგრეგირებული. მე უშუალოდ ნახე ჩემი თვალით, როგორ განსხვავდება ცხოვრება ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში და მაგალითად კენტაკიში, რომელშიც მე ვიყავი. სადაც პიროვნებები ვირჯინია, ესენი ბიბლიის ბელს რომ უძახიან ბიბლიის კამარს, ეს შტატები განსაკუთრებით მისისიპი, ლუიზიანა, იქ ძალიან ძლიერად არის. მაგალითად ის სამოქალაქო ომი, რომელიც დამთავრდა ჩრდილოელების გამარჯვებით, იქ კიდე არ არის მიღებული. და ძალიან ხშირია იქაც თუნდაც ოკლაჰომაში, აქეთ ხარეს ცენტრალურ ამერიკაში, ბევრ შტატებში და მძაფრა და ვინც კარგად იცის ამერიკის ეთნიკური ჯგუფების დაუშვათ განლაგება, მიხვდებით რომ ბევრი გერმანული წარმოშობის ადამიანები უფრო დომინირებენ ვიდრე აგლო-საქსონები. თუ არ იცით ეს მინდა რომ მიცოდეთ, ხომ? და ბუნებრივია აქ მათ აქვთ ისტორია ესეთი, თუ ავიღებთ რომ დაუშვათ ჰიტლერის გასვოთ ხომ, სად წარმოიშვა ეს ნაციზმი და დღესაც სად არის ეს უფრო სკინჰედები ჩრდილო ევროპაში შეიძლება უფრო დომინირებდეს, ესეთი გაგება ჯერჯერობით კიდევ რჩება იქ. განსაკუთრებით თუ მოისმენთ ხო მათ, ამაში მარტო კუკლუქსკლანი არ არის, აქ არის კიდევ თეთრი, მოდი ვთქვათ, თეთრი რასის უპირატესობა. ესეთი არის ყველაზე დიდი შეიძლება ითქვას ტერმინი, სადაც ერთიანდებიან ძალიან ბევრი ჯგუფები. და ციხეებშიც ისიც ერთ-ერთი წამყვანი, ყველაზე მცირე, მაგრამ ყველაზე დაუნდობელი, ესე ვთქვათ, ჯგუფი არის ეს white supremacy რო ქვია და ფილმებში ალბათ გინახიათ თქვენ. და არის სამი ჯგუფი, იცით, ლათინო, შავკანიანები და ესენი. ესენი არიან ყველაზე დაუნდობლები. და გაუცდებით მაგალითად თუ მოусმენთ კუკლუქსკლანზე ბევრი ფილმებიც ალბათ გინახიათ, ხო ამერიკან ისტორია ექსი და რაღაცა თუნდაც ლიდერებს მოусმენთ. ბევრი ფილმები აქვს ამაზე ნანახი, ქრისტიანული ღირებულებებს მოიშველებიან ხოლმე. და ერთ-ერთი მუხლი, რომელსაც ისინი ამახინჯებენ, ეს არის, როდესაც ქამის შთამომავლობაზე ელაპარაკი. ქამი, რო თითქოს და ეს დაწყევლილია, ეს უნაროა და შავკანიანებს მათ მიაკუთვნებენ. და მანდაზე არ ჩერდებიან. ძალიან ბევრი ებრაელებსაც იცით დევნიან, ებრაელებს აბრალებენ განსაკუთრებით ლიბერალ ებრაელებს, იმ მდგომარეობაც რაც არის და მთლიანად კომუნისტებსაც ესე ნათლავენ. და ამ იმაში შედიან ალბათ უფრო იტალიელებიც იდევნებიან მათგან, არ ვიცი იცით თუ არა, ცნობილი ამბავი იტალიელი 9 ადამიანი გონი ჩამოახჩვეს. ალბათ ეს იყო საუკუნის დასაწყისში, ახლა მე არ მინდა ან 30-იანი წლები, ან 40-იანი წლები და მაგაზეც ფილმებია გადაღებული, ასე რომ ისინი დევნიან ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც თითქოს დაემუქრება მათ ცხოვრების წესს. და ეს არის პირდაპირ გაგებით დაავადება. და ალბათ ამერიკა არის ყველაზე ისეთი ქვეყანა, სადაც ეს მძაფრად ჩანს. ძალიან მძაფრად ჩანს და დღესაც იცით რომ მთლიანი უფლებებით ვერ სარგებლობენ, თუნდაც არის ადგილები, სადაც შავკანიანები არ არიან თუნდაც welcome, ასე რომ არ აქვთ იქ შესვლის და უბრალოდ კარგად ვერ იგრძნობენ ყოველ შემთხვევაში თავს. და ეს არის უფრო სამხრეთის შტატები, უფრო. და არის კიდევ სხვა შტატებიც. და ეს პიროვნება ალბათ რომელიც განიცდის ამ ამბავს ახალგაზრდა უსვავს ჯონ მაკარტურს ამ კითხვას. რას ფიქრობთ ვირჯინიის შტატში მოხდა ტერორისტულ აქტზე, რომელიც კუკლუქსკლანმა განახორციელა? გამარჯობა პასტორ ჯონ, გამარჯობათ, მე პოლი მქვია.
ამ კითხვაზე ვკამათობდი თანატოლებთან და გარკვეულწილად მცირე ზეწოლაც მოახდინეს მათ ჩემზე. ანუ თქვენ ზეწოლას გაუძელით? დიახ, გარკვეულწილად დავემორჩილე, მაგრამ შევეცადე რომ თავი გამერთვა. მე მაინტერესებს რა არის ბიბლიური და ქრისტეს გადაგების ხედვა შარლოტსვილზე, ვირჯინიაზე და ყველაფერზე, რაც ბოლო დროს მოხდა. ეს ქალაქები არის, რომ იცოდეთ და შტატი, ვირჯინიის შტატი, შარლოტსვილი. რა თქმა უნდა, მე ბიბლიურ ხედვას მოგაწვდით. ადამიანის გული, პოლ, არის საშინლად ბოროტი და გახრძნილი. ის მტრულად არის განწყობილი ღმერთის მიმართ. ის არის ეგოისტი, ამაყი, გაბრაზებული. და შარლოტსვილი უბრალოდ აჩვენებს ამას, რომ დაცემული კაცობრიობა გახრძნილია. მე ამაში მხოლოდ ხედავ ღმერთის რისხვას. თქოთ კარგად გამიგოთ, რომ ეს არანაირად არ ეხება მონობას და 200 წლის წინ რა მოხდა იმას. ეს არის უბრალოდ შესაძლებლობა, ეს გაბრაზებული, მტრულად განწყობილი, თავნება, ეგოისტი ადამიანი, რომ აფეთქნენ და კარგად იგრძნონ თავი, გული მოიოხონ. რადგან მათ შეუძლიათ ეს დაუსჯელად გააკეთონ. როდესაც ისინი საკმარისი რაოდენობით არიან, ჯოგურად, ძალიან ბევრი, შეუძლიათ რომ დაამცირონ, ვისაც ძალა არ აქვს და სუსტია. ასე რომ, არანაირი გამართლება არ აქვს თეთრკანიანთა უზნეობის მომხრეებს. როდესაც წლების წინ პირადად მე მისისიპიში ვიყავი, სწორედ ასეთმა ადამიანებმა, კუკულუქს-კლანის ხალხმა დამაკავეს. მე იქ ვიყავი შავკანიანთა საშუალო სკოლებში, რომ სახარება მექადაგა. მე ციხეში ჩამცვეს და მთელი ფულიც წამართვეს. მე ეს ვიცი, მე გამოცდილი მაქვს. მე ვიყავი შავკანიან ლიდერებთან ჯექსონში, მისისიპიში, როდესაც ჩარლზ ევერსი, მედგარ ევერსის ძმა, ჩარლზი იყო პირველი შავკანიანი ქალაქის მერი სამხრეთში. და მისი ძმა მედგარ იყო სამოქალაქო უფლებების მოძრაობის პირველი მოწამე. ის მოკლეს. მე ვიყავი იმ ოთახში, როდესაც მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს ამ შავკანიან ლიდერებთან ერთად. ჩვენ წავედით მეფმისში და ვიდექით სწორედ იმ მოტელში, სისხლის ლაქებზე, იმ კაცებთან ერთად, სადაც მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. და ვიდექი იმ პატარა აბაზანაში ტუალეტის თავზე, სადაც ეს ჯეიმს ერლ იდგა და იქიდან ესროლა ფაჯრიდან მას. ასე რომ ეს შავკანიანები ჩემი მეგობრები იყვნენ. ეს იყო ჩემი საზოგადოება, როდესაც მენდელ ჰოლში, მისისიპიში დავბრუნდი, ქალაქში პროდუქტების ყიდვაც არ შემეძლო. რესტორანში ჭამაც კი ამიგრძალეს. ასე რომ ეს ყველაფერი მე მინახავს. შარლოტსვილში და სხვა დემონსტრაციებში სწორედაც რომ ეს ხდება. და ეს არის უბედური დაცემული ადამიანის გული, რომელიც გრძნობს, რომ შეუძლია დაეცეს ნებისმიერ დონეზე და პასუხი არავინ არ მოთხოვოს. რომელიც სრულიად არ არის კონტროლიებადი. ეხლა კითხვა უნდა დავსვათ, რა მიგვიყვანა ჩვენ აქ? პირველი, რომ ადამიანის გული როგორც გითხარით ბოროტია და ომი მის გულშია. ადამიანები ამიტომ კლავენ. ასე ფუნქციონირებენ ბოროტი ადამიანები. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამის გამო ღმერთმა საზოგადოებაში 3 შეზღუდვა დადო. პირველი შეზღუდვა არის ინდივიდში ჩადებული სინდისი. და სინდისი რეაგირებს მორალურ კანონზე. ასე რომ თუ თქვენ გყავთ ახალგაზრდების მთელი თაობა, რომელსაც ასწავლეს დამახინჯებული, გარყვნილი, გამრუდებული, თავდაყირა, უკუღმა მორალური კანონი,
ასეთი პიროვნების სინდისი ვერანაირად ვერ ფუნქციონირებს. არდა სინდისი უბრალოდ ეს არის გარჩევის მექანიზმი, რომელიც ამბობს ეს არასწორია, ეს სწორია, რომელიც ამართლებს ჩვენს ცნობიერებას ან კიდევ ადანაშაულებს, როცა რაღაცას ჩავდივართ, ან ვაპირებთ რომ ჩავიდინოთ. მაგრამ მას მხოლოდ იქ შეუძლია ფუნქციონირება, სადაც გულში არის მყარი მორალური კანონი. ამგვარად თქვენ ყავთ ამ ადამიანებს მთელი თაობა, ეს თაობა, რომელსაც მორალის სრულიად დამახინჯებული წარმოდგენა აქვს. ეს არის სწორედ ამ ახალი მორალის დომინანტური ნაწილი, რომელიც ამბობს, მე ვარ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ეს არის ზუსტად self-ის კულტურა. I am self-ი. ამიტომ ეს სინდისი ახლა დადაღულია და დასახიჩრებული, როგორც ამას ბიბლია გადმოგვცემს. მეორე, ღმერთმა მამები და დედები ოჯახში დააყენა იმიტომ, რათა ჯოხით მოეტანათ ადამიანების დასჯა. და ეს ბოროტება დაემორჩილებინათ პატარაობიდანვე. და ოჯახი მაშინ ნადგურდება და ინგრევა, როცა აღარ არის ეს კონტროლი ადამიანებზე. ასე რომ სინდისი ვერ ფუნქციონირებს, რადგან მორალური კანონი ფაქტობრივად განადგურებულია, ოჯახები ვერ ფუნქციონირებენ, ამიტომ აღარ არსებობს დისციპლინა, აღარ არსებობს იმის გაგება თუ რა არის სწორი და რა არ არის სწორი, რა არის მისაღები ქცევა და რა არის მიუღებელი. და ასევე მესამე ინსტიტუტი, რაც ღმერთმა დააწესა, არის პოლიცია. და პოლიციას მიეცა ხმალი, გახსოვთ ხომ ახვილი, რომელსაც ატარებს, ამას გვეუბნება რომაელთა წერილი, ბოროტების ჩამდეთა დასამორჩილებლად. ამას ადასტურებს იესო ქრისტეც, როცა პეტრეს ეუბნება რომ ჩააგოს მახვილი, ამას ამბობს ბიბლია ზუსტად ნოეს კიდევიდან გამოსვლის შემდეგ, როცა აყალიბებს ამ ინსტიტუტს, სახელმწიფოს და სიკვდილით დასჯას ღმერთი. და როდესაც შენ საზოგადოება პოლიციას თავს ესხმი, ამცირებ მის უფლებებს, ავტორიტეტს, რომ აღარ არის მათ მიმართ შიშის გრძნობა და პატივისცემა, რაც საზოგადოებას უნდა კონდეს, ვინც მათ აკონტროლებს. სწორედ მაშინ იხსნება პანდორას ყუთი და ჯოჯოხეთი ზუსტად ეგ არის დედამიწაზე. სინდისი არ ფუნქციონირებს, ოჯახები ვერ ფუნქციონირებენ და პოლიციას უბრალოდ საზოგადოების ცნობიერებაში უკვე ძალაუფლება ჩამოერთვა. თქვენ ფაქტობრივად გაანთავისუფლეთ ადამიანის ეს ბოროტი გული მის ყველაზე უარეს დონეზე, რომ რაც უნდა მას გააკეთოს. ასე რომ საქმე აქ რასას არ ეხება. არც იმას ახება, რა მოხდა წარსულში ამერიკაში 200 წლის უკან სამოქალაქო ომი. ვერავინ ვერ აიტანს თეთრკანიანთა უზნეობას და მათ მომხრეებს. ვერავინ აიტანს კუკლუქს კლანს. ჩემს ერთ-ერთ ძვირფას მეგობარს ჯონ პერკინს, მისი ძმა, ქუჩაში სწორედ კუკლუქს კლანმა თვალწინ მოუკლა. ასე რომ ვერან ვერ აიტანს მათ. ეგენი კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. და ეს მხოლოდ როგორც გითხარით, ადამიანის ბოროტი გულის ერთ-ერთი გამოვლინებაა. და სამწუხაროდ ჩვენ ეხლა ვიწყებთ ამის დანახვას და გამოღვიძებას. და როგორც კი ეს ბოროტი გული იწყებს თავისი ნებების დაკმაყოფილებას, ის ყველანაირი ფორმით ჩნდება. მორალური კანონის დანგრევის, სინდისის დანგრევის და ოჯახის ინსტიტუტის დანგრევით. და მართველი ხელისუფლებაზე განუწყვეტელი თავდასხმით. და ყველგან ჩანს ეს. ასე რომ მე უფრო კიდევ გეუბნებით მოემზადეთ, რადგან არ ამგონია რომ ეს გაქრეს, არამედ უფრო და უფრო ეს გახწნა და დაცემა საზოგადოების გაფართოვდება. კარგით, გმადლობთ პასტორო, არა პირიქით გმადლობთ თქვენ ამ კითხვისათვის.